ძვირფასო პრემიერო. რუსეთის ბარბაროსული ომი უკრაინის წინააღმდეგ უკვე მეოთხე წელია გრძელდება. ცხადია, პუტინი არ გაჩერდება. მისი ეკონომიკა ორიენტირებულია სრულმასშტაბიანი სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე, რომელიც ნაწილობრივ იმ მკაცრი სანქციების შედეგადაც ჩამოყალიბდა, რაც ჩვენ დავაწესეთ. ის კვლავაც გააგრძელებს სამხედრო ტექნიკის მასშტაბურად წარმოებას. ამიტომ, როცა უკრაინის თავდაცვას ვაძლიერებთ, ჩვენ უფრო დიდ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდეთ საკუთარი თავდაცვის მიმართ. ჩვენ ერთად შევქმნით უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც 150 მილიარდ ევრო შეადგენს ერთობლივი შესყიდვებისთვის და ეს უპრეცედენტო სისწრაფით განხორციელდა. დღეს დიდი სიამოვნებით ვიტყვი, რომ ამ თანხის მობილიზება რეკორდულ დროში მოხერხდა. მადლობა ბულგარეთსაც, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ მექანიზმში. ახლა საჭიროა ეს 150 მილიარდი ევრო ერთობლივ შესყიდვებში დავაბანდოთ. როგორც ვთქვი, ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. პუტინი არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ის მტაცებელია, რომელსაც მხოლოდ ძლიერი შეკავებით შეიძლება დაუპირისპირდე. ახლა როცა დაფინანსება გვაქვს, საჭიროა სწრაფი და კოორდინირებული მოქმედება ჩვენი თავდაცვის პოზიციების გასაძლიერებლად.